ერთი ძველი რეისავი კი არა, ეგეთი პონტი ხო იყო, თუ მიდიოდი რეისებში ვიდოდიოდა ის კაი ტიპი იყო და ან რეისავი უნდა ყოფილიყო, ან მეხორცი, ან ძღოლი რა, ისეთი პონტი, ან რეისში ვიდოდიოდა დიდი კაცი იყო. ერთი ორი იყო დიდი და მე განშტოებებზე წავიდნენ მე ბიჭები, ვინც გაიზარდნენ და ამ ტიპმა რომ დააკვალიან ამ დიდმა. ხო და ახლა ყველამ გაიცნო თავის და ერთი რა მამუჩების მაგაც ახლობელი ხო რა ვიცი ეგ ტიპი ის ისე ყო მოხდა. იქვე რა ვლადივოსტოკიდან რომ გადადიხარ. აგრე კალცოვიდან შევედი და კაცო ყურე გვერდზე ვა. ტირის მაგის დედა ტირის. რა თქო გოჭეჯა რა რატო ტირი ხარ რა არის შემოგევლე რა. ეს კი კაცი რა რაღაცა ამბავი ახლა გზა არის რაღაცა შოფერი ხარ 1000 ვარიანტი რა ნუ ეს თავი ასია ესე და აკა ბლაგადარშიო მე ხალი მყაო შვილი მყაო და ძალიან მე მენატრაო რა იმ საჩას მიფიქრე იმის დედა მოწყა და ხوارი გადასახვევი მეორე რომ ბლაგადარისკენ გადავხედე და აწევი და წავხედე. მე ორი სულ კამინები მოხდა მაგ დედაც მოწყოჩი ჯარალი პრობლემა და მიგიყვან მეთქი. ეს თავი დადო აი კაცყალეთი რომ დაიბადები რა მაგის დედა შევიცი რა. წავამეთქი მე მიყვან მეუბნე და რა ასია თავი დაეგრები. ჩემი ბედის დედა შევი ხო ვიცი მე იქ და იქ რომ წამოყვე მე იქნა დამიტოვონო და რა თხეში პეიშა შევიცი კაცი გალისა და ისტორია ერთი რომ იმაში ნუ ერთ ოჯახში მივედით რა თბილისში. კაროჩე ნუ მე მივედი ყოველ შემთხვევაში და დავაგვიანე და მაგარი მთვრალები არიან. აი ძალიან მაგარი მთვრალები არიან და აი ყველა თაობის ადამიანია და ნუ არჩ ვისაში ვერ გაიგებ ძალიან მთვრალები არიან და როგორც მივხვდი მე ვინც გავიცანი ერთი ტიპი არის სიძე რა ამ ჩვენი ახლობლის ეს სიძე არის აშკარად ნუ უფროსია რა ჩვენზე ერთი 10 წლით ცოტა მეტი შეიძლება და თან ცოტა თავში ვერ აქვს რა კარგად ეთყობა რა ამბობი და შევედი გამარჯობა ესო მალხაზიოთ და უცებ მალხაზი გაიგო და შეწამოდგა გამარჯობა მალხაზ ჩამორთე თქვენ თუ იცით თქვენი სახელის წარმომავლობა ხო და მეოთხე რა შეხრიცი მეთქი ბოდის გიხდით ახლა მაგას ხა სომხურად მეთქი რაღაცას ნიშნავს ლამაზი თუ რაღაცა იქით არა მითხრა ჩვენ უპირველეს ყოვლისა ქართველები ვართ და ჩვენ ყავს 100,000 მოწამე რომელმაც ფეხი არ დაადგა მეტეხის ხიდზე ჩვენი ღვთისმშობლის ხატს და როგორ გონიათ ახლა ერთი მალხაზი არ იქნებოდა იქ არა უნდა ვიცოდეთ ისტორია ჩვენი სარწმუნოება ბოდის გიხდით რა ბიჭები ხა თქვენზე ახლა ორი წეგნის მეტი მაქვს წაკითხული და მოისმინეთ რა ძალიან გთხოვთ და ხმაური არ იყოს რა ხო მე იკითხავს ეს ბიჭი ვინ არისო თქვენიო და ეს ჩვენი მეგობარია ამ ბიჭი მოუთხეს მეგობარი და მნიშვნელობა მეგობრისა თუ ვიცით აქ ხალხს ახლა ჩვენ მეგობარი ერთი გობი ესე იგი გობი რას ნიშნავს ჯამი ხო მეგობრებო ახლანდელი თებში ფიალა ხო აი ერთი თებშიდან ვინც ჭამს ხო ის ხალხი ამ ერთ თებში რო ჭამ ხო ხარ მეგობარი რა ხო ხარ მე წამოვიდა რა ძმაკაცი ახლობელი ტროსიკის ძმაკაცი ჯარის ძმაკაცი ტყის ძმაკაცი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო მადლობა ყურადღების ბიჭებო ხომ მე თავს არ შეგაწყენ და აი უცებ ვიღაცა ქალი შემოვიდა ვიღაცა ქალი ანუ ამ ოჯახში ვინ ძალიან კარგად ამზადებს ეთყობა და ოსტრი შემოიტანა და დაჯექი მალხას დაჯექი მეცხე ეს ნანადეიდას ოსტრია და დედის მოტელი აქვს მოწყობილი ვინც არ შეჭამს ამას რა ბახო შენ არ გეწყინოს ახლა ეს ჩვენი ტრადიცია და რო გაშინავდე მე რა ვიცი შუტკას გავხსნით თუ არ გავხსნით. დაბრძანეთ